მოგესალმებით. დღეს მაგიდაზე გვიდევს რაღაც მართლაც უჩვეულო. ეს არ არის მორიგი კვლევა, ამ რაღაც სტატია. ნამდვილად. ეს არის ტელეკომპანია ტელევიზია ბაზალეთის ტბის მიერ გამოქვეყნებული ახალი ოფიციალური სამართლებრივი ოქმი. და სანამ იფიქრებთ, რომ ეს რაღაც მოსაწყენი შიდა დოკუმენტია, აი მთავარი ინტრიგა. ხო, მათ ეს საჯარო გახადეს. ფაქტობრივად გამოაქვეყნეს საკუთარი კონსტიტუცია და გეუბნებიან თქვენ, მაყურებელს, აი ეს ჩვენი წესებია, ამით შეგვაფასეთ. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო დისკუსია ჩემი აზრით. ერთი შეხედვით, ეს გამჭვირვალობის საოცარი ნაბიჯია. კი ბატონო, მაგრამ მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ. უნდა დავსვათ კითხვა. ეს რეალური ვალდებულებაა თუ უბრალოდ ძალიან კარგად შეფუთული PR სვლა? ანუ, რამდენად გულწრფელია ეს ყველაფერი? დიახ, იმიტომ რომ როდესაც მედია ორგანიზაცია თავად გთავაზობს საზომს, რომლითაც უნდა გაზომო, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, ხომ არ არის ეს საზომი ისე შერჩეული, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ. კარგი, მოდით ვნახოთ. ჩავუღრმავდეთ, რას გვპირდებიან სინამდვილეში. დავიწყოთ საფუძვლებით. დავიწყოთ. დოკუმენტი ამბობს, რომ მისი მიზანია შიდა რეგულაციების გამკაცრება. მაგრამ მთავარია, რაზე ამყარებენ ამ რეგულაციებს. ისინი ასახელებენ 4, ასე ვთქვათ, ბეტონის ფილას, რომელზეც დგას მათი პოლიტიკა. 4 სვეტს. ზუსტად. საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, გაეროს საერთაშორისო სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის ქართია. ეს ჩამონათვალი თავისთავად ძალიან საინტერესო, ანუ ისინი არ შემოიფარგლენ მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკით, რაც მედიისთვის, ბუნებრივი იქნებოდა. კი, ლოგიკური იქნებოდა. მათ ერთ ქვაბში მოაქციეს ქვეყნის უზენაესი კანონი, სისხლის სამართლის სიმკაცრე და საერთაშორისო ნორმების გლობალური ხედვა. ამით ისინი ამბობენ, ჩვენ არ ვართ უბრალოდ ჟურნალისტები, ჩვენ სისტემის ნაწილი ვართ. დიახ, ჩვენ ვართ სისტემის ნაწილი, რომელიც ამ ყველა დონეზე ერთდროულად აგებს პასუხს. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, რომელიც ქმნის ერთიან და სუფთა სისტემას, როგორც თავად უწოდებენ. და ამ სისტემას აქვს 4 მთავარი ბურჯი, 4 სავალდებულო ნორმა. პირველი და ალბათ ყველაზე მოსალოდნელი, ინფორმაციის უსაფრთხოება და სიზუსტე, რაც მთავარია. ვიღენებთ მხოლოდ ოფიციალურ და გადამოწმებულ წყაროებს. კატეგორიულად იკრძალება დეზინფორმაცია, fake news-ი, მანიპულაცია. გვპირდებიან, რომ ეთერში გასვლამდე თითოეულ ფაქტს ამოწმებენ. ქაღალზე ეს შესანიშნავად ჟღერს, განსაკუთრებით დღეს, fake news-ის ეპოქაში. ნამდვილად. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომელზეც დოკუმენტი არ გპასუხობს, რა არის მათი გადამოწმების პროცესი? რა ხდება, როდესაც ოფიციალური წყარო თავად აღმოჩნდება, ვთქვათ, მატყუარა? გასაგებია. ექნებათ თუ არა საჯარო შესწორებების პოლიტიკა, რომელსაც მაყურებელი დაინახავს. დაპირება ერთია, მაგრამ მისი შესრულების მექანიზმი მეორე. ანუ, დეტალებია მთავარი. დიახ, ამ დაპირების რეალური ძალა იმ დეტალებშია, რომლებიც ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. ეს ის საკითხია, რაზეც თქვენ როგორც მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოთ. კარგი, ფაქტების სიზუსტიდან გადავიდეთ ადამიანების ცხოვრებაზე. მეორე პრინციპი – პირადი მონაცემების დაცვა. და აქ ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით. არა. პირდაპირ ახსენებენ GDPR-ს. ვინც არ იცის, ეს არის მონაცემთა დაცვის ევროპული ოქროს სტანდარტი. უმაღლესი სტანდარტი კი. რომელიც ადამიანებს უზარმაზარ კონტროლს აძლევს საკუთარ ინფორმაციაზე. ამის ხსენებით ისინი ამბობენ, რომ მზად არიან დაიცვან არაადგილობრივი მინიმუმი, არაბედ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. და ისევ, აქ გვაქვს საინტერესო ორმაგი სტანდარტი. ერთი მხრივ, ეს შესანიშნავი გარანტია რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელთა პირად ცხოვრებასაც მედია ხშირად, მოდი ვთქვათ, უხეშად არღვევს. ხდება ხოლმე კი, მაგრამ მოდით ვიყოთ ეშმაკის ადვოკატები. რას ნიშნავს ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის? რა ხდება, როდესაც იძიებ ძალაუფლების მქონე პირის საქმეს, რომელიც სწორედ ამ კანონების მიღმა იმალება? აჰა, ანუ ხო არ შეაფერხებს ეს მათ საქმიანობას, შეიძლება. ამ რკინისებურმა წესმა შეიძლება უნებლიეთ შექმნას ფარი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის ან ბიზნესმენებისთვის. ეს არის კლასიკური დილემა. სად გადის სხვარი პიროვნების დაცვასა და საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას შორის. და ეს დოკუმენტი ამ ზღვარს ძალიან მკაცრად გთავს. გასაგებია. კარგი,
ახლა მოდის პუნქტი, რომელმაც პირადად მე ყველაზე მეტად დამაინტერესა. ეკოლოგია. დიახ, მესამე ნორმა. გარემოს დაცვითი სტანდარტები. უმეტეს მედიას ოფისში მაქსიმუმ მაკულატურის 5 უდგას. ესენი კი საკუთარ თავს ეკოტელევიზიას უწოდებენ. და ეს არ არის ცარიელი სიტყვა. როგორც ჩანს, არა. დოკუმენტის მიხედვით მათი ყველა გადაცემა, ყველა გამოძიება, თვითონ გადაღების პროცესიც კი საერთაშორისო ეკოლოგიურ ნორმებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს უკვე უბრალოდ წესი კი არა, ეს იდენტობის ნაწილია. პრაზა, რომელსაც ისინი იყენებენ, ჩვენთვის გარემოს დაცვა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. ეს რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან უბრალოდ მედია, რომელიც ეკოლოგიაზე საუბრობს. ისინი არიან მედია, რომელიც ეკოლოგიურად მუშაობს. მაგრამ ეს ძალიან ძიმე გვირგვინია. ამიერიდან საზოგადოებას შეუძლია შეაფასოს ყველაფერი. რა მანქანებით დადიან გადაღებაზე, იყენებენ თუ არა ერთჯერად ჭურჭელს, ბეჭდავენ თუ არა უსარგებლო ქაღალდებს, ანუ საკუთარი თავი დააყენეს მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ. ზუსტად. რასაც კომპანიების უმეტესობა გაურბის და ბოლოს მეოთხე ნორმა, რომელიც ამ ყველაფერს ერთად კრავს: ეთიკა და საჯარო პასუხისმგებლობა. ობიექტურობა, მიუკერძოლობა და მთავარი აკრძალვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა. ეს მეოთხე პუნქტი ერთგვარი ქოლგაა, რომელიც პირველ სამს აერთიანებს და საბოლოო მიზანს უსვამს ხაზს საზოგადოების სამსახურს. და როგორც ყველა ამ პუნქტში, აქაც მთავარი კითხვა რჩება: როგორ აღსრულდება ეს პრაქტიკაში? ხო, ეგ არის მთავარი. და აქ მივდივართ დოკუმენტის ყველაზე მკაცრ ნაწილთან, რით არის ეს ყველაფერი გამყარებული. ისინი არ შემოიფარგლებიან უბრალოდ დაპირებებით, არამედ პირდაპირ უთითებენ თუ რას გამოიწვევს ამ წესების დარღვევა. და აქ უკვე საქმე გვაქვს არა საყვედურთან, არამედ სისხლის სამართლის კოდექსთან. ზუსტად. დიახ, და ეს ძალიან ჭკვიანური სლაა. ისინი შიდა პოლიტიკას პირდაპირ აკავშირებენ კანონის ძალასთან. მაგალითად, როდესაც საუბრობენ პირადი ინფორმაციის დაცვაზე, ისინი არ ამბობენ ეს სუდია. არა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლი და ისჯება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს გზავნილი შიგნით თანამშრომლებისთვის ცვლის ყველაფერს. ანუ ეს უკვე არ არის HR-ის პრობლემა. არა, ეს პროკურატურის პრობლემაა. გასაგებია და იგივე ლოგიკაა ეკოლოგიურ ნაწილშიც, რაც ამ პოლიტიკას ნამდვილ კბილებს ასხამს. ეს არა უბრალოდ ლაპარაკი. ნამდვილად არა. ისინი პირდაპირ გეუბნებიან, რომ თუ გადამღები ჯგუფი მაგალითად უკეთესი კადრისთვის უკანონოდ მოჭრის ხეს, ეს არა უბრალოდ კომპანიის წესის დარღვევა. ეს დანაშაულია. ეს პოტენციურად 5 წლამდე პატიმრობაა 306 მუხლით, ისინი ფაქტობრივად ეუბნებიან საკუთარ გუნდს, ჩვენი ეკოლოგიური პირობა გამყარებულია სისხლის სამართლის კანონით და თქვენ არ დაგიცავთ მისგან. ეს მთლიანად ცვლის დინამიკას, მაგრამ მოდით ისევ დავფიქრდეთ შედეგებზე. კარგი. კმნის თუ არა ეს შიშის კულტურას, ხომ არ დათრგუნავს ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკას, სადაც ზოგჯერ საჭიროა სამართლებრივი და ეთიკური საზღვრების მიღმა გასვა უფრო დიდი სიმართლის გამოსააშკარავებლად. საინტერესო კითხვაა. მათ გაავლეს ძალიან მკაფიო, წითელი ხაზი. ეს სიცხადეს იძლევა, მაგრამ შესაძლოა ფრთები შეაჭრას მათ ყველაზე ამბიციურ ჟურნალისტებს. ეს არის საინტერესო ბალანსი კონტროლსა და გამბედაობას შორის. და თუ ვინმე მაინც გადაკვეთს ამ წითელ ხაზს, არსებობს ძალიან მკაფიო 4-ეტაპიანი სანქციების სისტემა. პირველი წერილობითი გაფრთხილება, მეორე თანამშრომლობის შეწყვეტა. შემდეგ მესამე საქმე გადაეცემა სახელმწიფო უწყებებს და მეოთხე კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამ სისტემაში ყველაზე ძლიერი გზავნილი ერთ ფრაზაშია თავმოყრილი. TV ბაზალეთი Lake არ დაიცავს არც ერთ თანამშრომელს თუ კანონი დაირღვევა. ძალიან მკაცრი განცხადებაა. ეს არის კორპორატიული კულტურის ფუნდამენტური განაცხადი. ისინი ამბობენ, რომ ლოიალობა მიმართულია არა თანამშრომლის დაცვისკენ ნებისმიერ ფასად, არამედ კანონისკენ. არამედ კანონის, ეთიკისა და საზოგადოებრივი ნდობისკენ. ეს ძალიან პრინციპული პოზიციაა, მაგრამ ისევ და ისევ ის ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც შეცდომის ფასი უკიდურესად მაღალია და ამ ყველაფერზე ხელს აწერს აბსოლუტურად ყველა: თითეული თანამშრომელი, მენეჯერი, კონტრაქტორი, პარტნიორი. ეს ფაქტობრივად ქმნის მე არ ვიცოდი პრინციპისგან დაცულ გარემოს. კი, ეს არის კოლექტიური პასუხისგებლობა. და ეს ხელმოწერა სიმბოლურზე მეტია, ეს არის კონტრაქტი, რომელიც თითოეულ ადამიანს აკისრებს პერსონალურ პასუხისგებლობას. ანუ ყველა ხდება ამ სტანდარტების მატარებელი?
დამცველიც. მაშ რას ვიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის, მსმენელისთვის? როგორც თავად ამბობენ დოკუმენტის ბოლოში, ეს ოქმი არის ჩვენი ტელევიზიის სიძლიერე. ჩვენ ვართ მედია, რომელიც მუშაობს კანონით, წესებით და პასუხისმგებლობით და ყოველთვის ხალხის მხარეს. ეს მათი საჯარო კონტრაქტია. საბოლოო ჯამში ეს დოკუმენტი ჩემი აზრით ორლესული מחვილია. ერთის მხრივ, ეს არის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების უპრეცედენტო ინსტრუმენტი. ნამდვილად. მათ მოგცეს თქვენ აუდიტორიას სახაზავი, რომლითაც შეგიძლიათ გაზომოთ მათი ყოველი ნაბიჯი. მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ხისტი ჩარჩო, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს სწორედ ისეთი ჟურნალისტიკა, რომლის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად. და საბოლოო კითხვაც მსმენელს ეხება ალბათ. დიახ. ყველაზე საინტერესო კითხვა ახლა თქვენ გეხებათ. რას ნიშნავს პრაქტიკაში, როდესაც მედია ორგანიზაცია თავად გიწევთ, რომ იყოთ მისი მაკონტროლებელი, ახლა როცა მათ წესების წიგნი მოგცეს, მზად ხართ თუ არა რომ იყოთ მსაჯი. დაფიქრდით, როგორ იცვლება თქვენი როგორც მაყურებლის როლი, როდესაც მედიასთან ურთიერთობა არა მხოლოდ ყურებას, არამედ შეფასებასაც გულისხმობს.